ეგ თავისთავში იმას მოიცავს, რომ ყველა კალორია შექმნილია ერთნაირად, რაც სრული სისულელეა. რომელიც რატომღაც ყოველთვის ასოცირდება არადიეტურ პროდუქტთან, როცა უფრო მეტად დიეტურია, ვიდრე ბევრი სხვა სუფრაზე. ყველა გაცილებით ნაკლებ ცილას იღებს ყოველდღიურად, ვიდრე უნდა იღებდეს მინიმუმ ორჯერ ნაკლებს. რა არის ის ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებას შეა, მაგრამ არ იცის, რომ ეგ შეა. 100 კალორია ბროკოლი რას უზავს შენ ორგანიზმს, რადიკალურად განსხვავდება იმისგან 100 კალორია მაფინი რას უზავს შენ ორგანიზმს. სხვათა შორის მაგიტო არ მეგობრობ ძალიან და სულ გამათობ ექიმებთან. რადიკალურად გიცვლება ხედვა ჭამის მიმართ, როცა იმაზე ფიქრობ რა უნდა იყოს შენ თეფშზე და არა იმაზე რა არ უნდა იყოს შენს თეფშზე. სანამ გადავალთ და სიღრმეებში ჩავალთ, შენთვის როგორც ნუტრიციოლოგიის კოუჩისთვის რა არის კვება, ჯანსაღი კვება და როგორ მოქმედებს ის ადამიანის ყოველდღიურ ჯანმრთელობაზე? კი, ანუ პირველ რიგში ძალიან ბევრი ახსნა შეიძლება ქონდეს ჯანსაღ კვებას და ინდივიდუალურია, ბევრი კონტროვერსიული აზრი არსებობს გარშემო, განსაკუთრებით სოციმედიაში. როცა მე ვორქშოპებს ვაკეთებ კომპანიებში, პირველი კითხვა, რასაც ვსვამ ხოლმე, არის რა არის თქვენთვის ჭამა და პირველი პასუხი, რასაც ვიგებ ხოლმე, არის რა ჭამა არის სიამოვნება. რაც მართალია, ანუ მართლა არის ჭამა სიამოვნება, თუმცა ერთი დიდი ფუნქცია, რაც ჭამას აკისრია, რაც არის ის, რომ გვაძლევს ენერგიას და არის მაცოცხლებელი ძალა, ეს რატომღაც ბოლოს ახსენდებათ ხოლმე ყოველთვის. მე ვიტყოდი, რომ ჭამა და ზოგადად ჯანსაღი კვება ჩემთვის არის ენერგიის წყარო და მაცოცხლებელი ძალა, რაც მეხმარება იმაში, რომ შევინარჩუნო ჯანმრთელობა ყოველდღიურად. ოკეი, ძალიან დიდი მადლობა. იდეაში ფაქტიურად, ანუ მე ვარ ფიტნეს ინსტრუქტორი და ჩემთვისაც კვება დიდი ხანია უკვე დეკადას ითვლის, რომ უფრო სიამოვნებაზე მეტად ჯანმრთელობასთან ასოცირდება რა. და რადგანაც ეს პოდკასტიც ორიენტირებულია ჯანმრთელობაზე, კვება არის ერთ-ერთი დიდი ნაწილი დღეს ჩვენ ცხოვრებაში, თუმცა ძალიან დიდი გამოწვევა გახდა ამ ბოლო დროს, რომ ჯანმრთელობასთან ასოცირებულად იკვებოს ადამიანმა და არა პირიქით. იმდენად ბევრი წინაღობა ხდება, თუნდაც ტკბილეულის ან სწრაფი კვების სახით, რომ ხანდახან, ანუ თავშეკავებაც კი შეუძლებელია. მე ჩემი მოსწავლეების გადმოსახედიდან ვიტყვი მაგ ყველაფერს და ძალიან უჭირთ კვების დაცვა, ანუ ვარჯიში ბევრად უფრო მარტივია თითქოს მათთვის. მახსოვს 10 წლის წინ დაახლოებით მე სანამ ვარჯიშს დავიწყებდი, ხალხი რო საუბრობდა, რომ კვებას მაინც გარკვეულწილად ასე თუ ისე რაღაც მხრივ მიყვებოდნენ და რაღაცა და ვარჯიში იყო რთული ნაწილი თითქოს ყველას ეგონა. მაგრამ ეხლა ნელ-ნელა ფსიქოლოგიური მომენტით შეიცვალა, რომ ვარჯიშს დავიწყებ, დროს დაუთმობ, მაგრამ კვებას ვერ დავიცავ და ადამიანების უმრავლესობაში რო ვეკითხები ყველაზე მეტად რა გიჭირს ან რას მიყვები, ვარჯიშობ, მაგრამ კვებას არ ვიცავ. თითქოს ეს უფრო მარტივი ის გონიათ ან მარტივი ფორმულა ნახეს სინამდვილეში ჯობია რომ პირიქით იყოს. მე ჩემს მოსწავლეებსაც მაგას ვეუბნებ, რომ ჩემთან მოსვლამდე ჯობია რომ კვება დაალაგონ, ბევრად უფრო მეტ შედეგს მისცემს, ვიდრე ვარჯიშის დალაგება მხოლოდ და მხოლოდ. თუმცა არ ნიშნავს, რომ ვარჯიში უნდა ამოაგდონ რა. მაშინ ფსიქოლოგიურ ფაქტორზეც ვიტყვი რა. რამდენად დიდ გავლენას ახდენს უშუალოდ ფსიქოლოგიური ფაქტორი, იმიტომ რომ დღევანდელი გადმოსახედით ადამიანების უმრავლესობას ჯანსაღი კვება გონიათ, რომ ბრინჯი ძალიან მოხარშულებზე ჯდომა, ან ის რომ არ შეგიძლია ხანდახან მეგობრებთან გაერთო რამე სნექი მიირთვა, ან თუნდაც საღამოს ყველაზე დიდი ეს red flag-ი ალბათ რაც მინახავს არის ხოლმე, რომ საღამოს წაც მოცნვა არ შეიძლება. კი, მუდმივად არ შეიძლება რა, მაგრამ ოჯახთან ერთად რო ვჯდები, მაშინ რომ მე ჩემმა ტრენერმა მითხრას, რომ შენ იცი რა, პოპკორნი არ მიირთვა, როცა 6 ოჯახის წევრი ერთად შეიკრიბეთ კვირას საღამოს და ფილმს უყურებთ, ეგ არის ჩემთვის ძალიან დიდი red flag-ი რა. კაია, საღამოს ბანანი არ შეიძლება, ან საღამოს პური არ შეიძლება. სკავსი ეგ მაინტერესებს ფსიქოლოგიურად ეგ დამოკიდებულება რამდენად დიდ გავლენას ახდენს შენი გამოცდილებით.
ზოგადად ფსიქოლოგიურ ნაწილს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნამდვილად, ხო? აი, ნუ ერთი მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანო, ეს რაღაც beauty სტანდარტები, ხო? ანუ რაშიც ვცხოვრობ და როგორც ვართ გაზრდილი, მე ვიტყოდი რომ განსაკუთრებით ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთია, სადაც ეს ძალიან მძაფრად არის აღქმული. თუ მე მგონია რომ რაღაც კონკრეტულ სტანდარტებში უნდა ჩავჯდე, ვიყო სუპერ გამხდარი ჩემი სხეულის ცხიმი არ უნდა იყოს 20%-ზე მეტი სიტყვას და ასე შემდეგ, საჭმელს შევხედავ როგორც მტერს, ხო? იმიტომ რომ ანუ ჯერ რაღაც ვიკლებ საჭმელს ყველაფერს, ვიღებ ცხიმებს და ასე შემდეგ. შემდეგ ვიკლებ წონაშიც, რა თქმა უნდა, შემდეგ მეტაბოლიზმი იკლებს ჩემი, შემდეგ ვუბრუნდები ჩვეულებრივ ჭამას, იმიტომ რომ არავის არ მოწონს შიმშილი და შემდეგ ორმაგად უფრო მეტს ვიმატებ და ესე ნელ-ნელა ხდება საჭმელი შენი მტერი და არა ის მაცოცხლებელი ძალა, რაც უნდა იყოს. მე ვიტყოდი, რომ ასევე ძალიან დიდი ნაწილი ეს ფსიქოლოგიური წნეხის ჩვენთან მოდის გარემოდან, ანუ სხვა ადამიანებისგან, ვისაც იდეაში წესით არ უნდა კონდეს უფლება, რომ რაღაც კომენტარი გაგიკეთოს შენ აღნაგობასთან დაკავშირებით, თუმცა მაინც გიკეთებს, იმიტომ რომ რატომღაც თulis, რომ ალბათ გეხმარება. ვიტყოდი, რომ სოციუმში თუ ამ ნაწილს არ შევცვლით, რომ ანუ არ ისმენდე კომენტარებს, ასე ვთქვათ, ჩვენს აღნაგობასთან დაკავშირებით, მაშინ ჩვენი ფსიქოლოგიური დამოკიდებულება და ზოგადად დამოკიდებულება საჭმლის მიმართაც არ შეიცვლება და მე ვერ დავიმეგობრებთ საჭმელს, ასე ვთქვათ. სრულიად მესმის და ბოლომდე გეთანხმები. იდეაში ნელ-ნელა გავყვეთ უკვე ცილა-ცხიმ ნახშირწყალსაც და სანამ ძალიან სიღრმეებში შევალთ, მე მაინტერესებს ზოგადად შენი დამოკიდებულება რამდენად ეს დეტალურია და რას ფიქრობ? არ ვამბობ პროფესიონალებზე რა. იმ ადამიანზე, ვინც გადაწყვიტა, რომ აი ხვალიდან კვებას უფრო სიღრმისეულად შეხედოს. როგორ უნდა შეხედოს ამ ყველაფერს, ანუ ცილა-ცხიმ ნახშირწყალს, რომ ყოველდღიურობაში ჯანსაღი კვება დანერგოს და არასტრესულად, არამედ ისე რომ ჩვევებში გადაეზარდოს მარტივად და არ იყოს ზედმეტად დეტალიზებული ისეთ რაღაცებზე, რაც შეიძლება საერთოდ არ სჭირდება. ზოგადად ჩემი აზრით საჭმელთან დაკავშირებული შფოთვის ძალიან დიდი ნაწილი მოდის ან არცოდნიდან, ან პირიქით ინფორმაციის ძალიან მრავალფეროვნებიდან. და შესაძლოა ბევრჯერ ხსმენი ალბათ შეკითხვა, ეხლა რა ვჭამო, არ ვიცი, დაბნეული ვარ, ნახშირწყალი კარგია თუ ცუდია, ეს ცილა რაღა, ყველა ამაზე საუბრობს გარშემო, ხო? ეს დაბნეულობა იქიდან მოდის, რომ უბრალოდ არ ვიცით რა სახელი დავარქვათ, ხო? ანუ ამიტომ არ მიყვარს რაღაც ძალიან დაწერილი დიეტები, სადაც უბრალოდ ბრმად მიყვები, რომ უნდა ჭამო დღეში 100 გრამი ქათამი და 100 გრამი ბრინჯი სიტყვაზე, ხო? იმიტომ რომ არ იცი ამ საჭმლის უკან რა დგას, ხო? ანუ არ იცი ამ 100 გრამ ქათამს რატო ჭამ, ანუ რა ფუნქცია აქვს შენთვის. ამიტომ მივესალმები, რომ ანუ ჩემთვის, ჩემი აზრით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ იცოდე რა საჭმლის უკან რა დგას და რომელ მაკრონუტრიენტს შეიცავს რაღაც კონკრეტული პროდუქტები. დიდი მნიშვნელობა აქვს ნამდვილად. კი, სრულიად ვეთანხმები მაგ ნაწილს. მე როგორც ფიტნეს ინსტრუქტორი უკვე დაახლოებით 6 წელია კვებასთანაც ესე არა როგორც საკუთარი, არამედ სხვას რო დავეხმარო იმ ნაწილში უკვე როგორც მასწავლებელი ვიყენებ რა. თუმცაღა მაინც ჩემი დამოკიდებულებაც ზუსტად იგივენაირია, რომ არ ვეთანხმები საერთოდ ტრენერების გადმოსახედიდან და ვინმეს არ გამსში, მაგრამ კვებას რო დაუწერენ და უბრალოდ უშვებენ რა. კი, უბრალოდ ინფორმაცია გაკლია ეგრე და არ ხარ თავისუფალი გადაწყვეტილების მიღებაში, თქვაც მათი ვარში არ გაქვს დღეს ქათამი, ხო? ანუ აი რა უნდა ქნა ახლა, რითი უნდა ჩაანაცვლო, რომ იგივე ფუნქცია შეგისრულოს. კი, იმიტომ რომ ყოფილა ხალხი, ვინც მოსულა სხვებისგან და არ იცოდნენ, რომ თქვათ ქათმის ხორცი ხანდახან თუნდაც შეიძლება ჩანაცვლდეს საქონლის ხორცით. ან მარტივად დავიღოთ პროდუქტი მწვადი, შეიძლება ღორის ხორცი ერთი გადმოსახედით ცუდია, მაგრამ მუდმივად თუ მიიღებ, მაგრამ ის მომენტი რომ მწვადია და რაღაც მომენტში ხორცთან ეხლა ქათმის ფილესთან არ გაქვს ის, ან სადღაც ვერ იპოვე ხარ დაბადების დღეზე წასული და ვერ იპოვე საერთოდ ხაჭო. ან რამე ცილის შემცვლელი, ხო? და არის ჩვეულებრივად ცხიმ გამოცლილი მარტივად შამფურზე მომზადებული
მწვადი, რომელიც რატომღაც ყოველთვის ასოცირდება არადიეტურ პროდუქტთან, როცა უფრო მეტად დიეტურია ვიდრე ბევრი სხვა სუფრაზე, ხო? ძალიან ხშირად ხვდები მაგას, რომ ადამიანები ვერ აკავშირებენ, რომ აი ხაჭო, თუნდაც ქათმისფილე და ნებისმიერი ტიპის ხორცი შეიძლება გარკვეულწილად განასხვა უკვე ცილებში როცა ჩახვალ, მაგრამ როცა ცილის საჭიროება გაქვს და იცი, რომ ცილა უნდა მიირთვა და ფილე გიწერე და ვერ აკავშირებ მაგ დანარჩენებს ამ ცილასთან, ჩემთვის ეგ არის ძალიან დიდი როგორ თქვა რა, ინფორმაციის ვაკუუმში ყოფნა იმ ადამიანის დაზეპირება მხრიდან. რაღაც კონკრეტული ინგრედიენტების, რაც არაფერს არ მე გაცნობს. ჩემი გამოცდილებით რაც ვნახე, ანუ სულ ცვლიდი რა. თავიდან იყო რომ როცა ახალი ვიყავი, სერტიფიცირება გავიარე, პირდაპირ უწერდი ხოლმე და უშვებდი და ერთი წელიწადნახევრის მერე მივხვდი რომ ეგ საერთოდ არ მუშაობს და პირიქით უფრო სტრესულია, იმიტომ რომ რაღაც პერიოდის მერე ეს ადამიანი მიყვება და შინაგანად ისტრესება, იმიტომ რომ სულ ერთი და იგივე სჭამს რა. და ეხლა ვცდილობ რომ უფრო ანუ როგორც ვარჯიშში, ისე კვების ნაწილში ყველა მოსწავლესთან ეს ფსიქოლოგიურ ნაწილზე ვკონცენტრირდე უფრო რომ რატო გინდა და მერე როცა იაზრებენ რომ ვარჯიში ჯანსაღი ცხოვრებისთვის უნდათ, მერე დავიწყოთ იმაზე საუბარი ვარჯიში რა არის და კვება რა არის რა და არა ის რომ შენ ეს უნდა ჭამო. შეიძლება იმ მომენტში შენ საღამოს ზოგიერთს მაგალითად თევზის მიღება ძალიან უყვარს, ზოგიერთს საერთოდ არ უყვარს თევზის მიღება და ურჩევნია რომ სხვა ცილა მიიღოს რა. და ჩემთვისაც ეგრე არის ზუსტად. მაშინ მაინტერესებს უკვე შენი გადმოსახედით კვებაში რა არის ის ასპექტები, რომლებსაც დღევანდელი გადმოსახედით, როგორც ნუტრიციოლოგი, როგორც რაც ამბობენ კვლევები, რომ ყველაზე მეტად რაზე უნდა ვკონცენტრირდეთ 2026 წლის სტანდარტებით და დღევანდელი ცხოვრების სტილის მიხედვით რა. შეიძლება 2005 წელს ან 1980 წელს საერთოდ სხვანაირი სტანდარტები იყო რა, მაგრამ დღეს რაღაცები შეიცვალა. იცი არის ხო ერთი რაღაც დისკლეიმერი, ასე ვთქვა, თავიდან უნდა ვთქვა, რომ ეს თემა არის ძალიან კონტროვერსიული და ბევრი საწინააღმდეგო აზრი შეიძლება მოისმინოთ სხვადასხვა არხებში. ჩემი გადმოსახედიდან და იმის მიხედვით მე რომელ მეცნიერებსაც მივყვები აქტიურად, პირველ რიგში და რა პრობლემაც დგას ასევე დღესდღეობით არის ცილის ნაკლებობა რაციონში. ამიტომ მე ყოველთვის, როცა ჩემთან გადიან coaching-ს, პირველ რიგში ამას ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას. ძირითადად ისე ხდება ხოლმე, რომ ვინც ჩემთან მოდის, მინიმუმ ორჯერ 100% ვინც ჩემთან მოსულა, ანუ მართლა არც ერთი არ არის გამონაკლისი, ყველა გაცილებით ნაკლებ ცილას იღებს ყოველდღიურად, ვიდრე უნდა იღებდეს მინიმუმ ორჯერ ნაკლებს. ამიტომ პირველ ყურადღებას პირველ რიგში ამაზე ვამახვილებთ ხოლმე. შემდეგ პრობლემა დგას ხოლმე ბოსტნეული და ბოსტნეულის მრავალფეროვნება უფრო მეტად. ამიტომ მე გადავდივართ ხოლმე ამაზე. ბოსტნეულის მრავალფეროვნება ძალიან მნიშვნელოვანია ნაწლავის მიკრობიომისთვის და რატომღაც დღეს საქართველოში ისე ვართ აწყობილი, ისეთი რეცეპტები გვაქვს თუ რაღაც, ანუ ისე ვართ მოკლედ გაზრდილი, რომ კიტრისა პამიდურის გარდა რატომღაც გვიჭირს რომ გავიხედოთ და ამიტომ ჩემი მიზანია ხოლმე რომ მაქსიმალურად გავაცნო ახალი ბოსტნეული იმისთვის რომ ნაწლავის მიკრობიომი გამოვისწოროთ, იმიტომ რომ მარტო ნაწლავისთვის არა, ზოგადად მთლიანი ჯანმრთელობისთვის დღეს უკვე ძალიან კარგად ვიცით, რომ მიკრობიომის სიჯანსაღე არის ნომერი 1. მე ვიტყოდი, ხო, ამას შეიძლება შემომედაოს ვინმე. და შემდეგ მოსდევს უკვე სხვა რაღაცები, ხო, ანუ ნახშირწყალი, ცხიმი, ბორჩვევია, რომ ცხიმს საერთოდ იღებს, იმიტომ რომ ყველაზე მეტი კალორია ცხიმშია, რაც ძალიან დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ ცხიმი ძალიან მნიშვნელოვანია ჰორმონების წარმოებისთვის, ხო, რაღაც კონკრეტული მიკრონუტრიენტები, რომ აითვისოს ორგანიზმმა, როგორც არის მაგალითად A, D და K ვიტამინები, ამისთვის ცხიმი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ცხიმში ხსნადი ვიტამინებია ეს კონკრეტული. ხო, ამ რაღაცებს ვაქცევთ ხოლმე ძირითადად ყურადღებას და წყალი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რაზეც მე მგონი მერეც ვისაუბრებთ. თუ ცოტა წყალს იღებს, მაგალითად, ჩემი მოსწავლე, ვინც ჩემთან მოდის, პირველ რიგში ამით ვიწყებთ, იმიტომ რომ მეტაბოლიზმში ასევე დიდ როლს თამაშობს წყლის რაოდენობა დღის განმავლობაში. ხო,
ანუ წეღან ახსენე, რომ სხვადასხვა დამოკიდებულებები აქვთ ყველაფერზე და სხვათა შორის თვითონ პოდკასტშიც იყო ეგეთი მომენტი რა. მაგალითად, რომ მოვიყვანე შოთა ჯანჯღავა, მას მარილის მიმართ ცოტა ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა და სპორტსმენები პირიქით. კი, მეც პრომარილი ვარ, ასე რომ. ხო, და ისინი იძახდნენ, რომ ასე თუ ისე მიიღეო რა. ჩემი დამოკიდებულებაც, ჩემ მოსწავლეებმა იციან, რომ გემოვნებით მცირე რაოდენობით ნებისმიერ დროს შეიძლება, მაგრამ აქ არ იგულისხმება, მაგრამ ზოგიერთ ეხა მამაჩემისთვის გემოვნება არის მლაშე, იმიტომ რომ გაიზარდა აფხაზეთში და აჯიკა და ცოტა მარილიანი, ზედმეტად მარილიანი არის მისთვის გემრიელი. მაგრამ როგორც კი პრობლემები დაიწყო, ექიმმა უთხრა, რომ მარილის საერთოდ ამოიღე. თუმცა მე პირდაპირ ვთხარი, რომ მეთქი, რაღაცა ეს მწიკვი მარილი რომ მოაყარო, მაგას ვერავინ ვერ გაიგებს. იმას თუ გეუბნებიან, როცა თირკმლის პრობლემა გაქვს და სმა სრულიად აკრძალულია, რომ ორი ჭიქა შეგიძლია, კარგი ღვინო, მაშინ როგორ შეიძლება რომ მარილი ამოიღო, ხო? მარილის ამოღებას მე არ მივესალმები. მეც საერთოდ არ მივესალმები. რაღაცის საერთოდ ამოღებას იმასაც კი თეთრ შაქარზე რო გეუბნებიან, შეიძლება ამოიღო და საერთოდ ვერც იგრძნოს ორგანიზმმა, მაგრამ პირდაპირ რო რაღაცას იქსადებენ, მგონია რომ აი რაღაც მომენტში აი მორბენელისთვის მაგალითად ხო შაქარი მარტივი პროდუქტია, თაფლიანი წყალი არის ყველაზე კარგი რაღაცა რა. შეიძლება რაღაც მომენტში არ მიიღოს ვიღაცამ, მაგრამ აი აკრძალვაზე მე მაგალითად ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს სულ. ვიღაცა რო იძახის რომ ეს არ შეიძლება რა. ისე მაშინ არის ისეთი პროდუქტი, სანამ გადავალ შემდეგ კითხვაზე, რაზეც აკრძალვა საერთოდ გიდევს, რომ აი ამბობ, რომ ეს არ მიიღო საერთოდ არასდროს. თუ არ არის? არა, მართლა ნოლი პროდუქტია მსგავსი. იმიტომ რომ უბრალოდ სხვანაირად მუშაობს მერე ტვინი რა, როცა რაღაცას იკრძალავ, მერე პირიქით იმისკენ მივილტვი და ჩემი მეთოდი ესეთია, რომ ყოველთვის პირიქით, ვაძლევ სტიმულს, რომ 80-20 წესით იცხოვრონ, ხო, 80% ჯანსაღი და ის 20% ისეთი საკვები, რაც არც თუ ისე ჯანსაღია, თუმცა შენ გიყვარს რა, ესე იმას აკეთებ, რომ შენს აღიარებ იმას, რომ შენს ყოველდღიურობაში ადგილი აქვს ცოტა არაჯანსაღ პროდუქტსაც. როცა მეორეს მხრივ კიდე ესეთი რაღაც ჩვევიათ, რომ cheat days იწყობენ ხოლმე, რაღაც კვირის განმავლობაში რაღაც ძალიან ისე მიყვებიან 100%-ით ჯანსაღად იყვებიან, იტანჯებიან და რაღაც შაბათ დღეს ყველაფრის ჭამა ხდება აბსოლუტურად. ამ დროს მენტალურად ხო როგორი დამოკიდებულებაა საჭმლის მიმართ, ესე იგი გამოდის, რომ ჩიტეირისთვის არის, ხო, რომ ეს არის რაღაცის თვის ჯილდო, იმიტომ რომ რაღაც კვირის განმავლობაში კარგად მოიქეცი, დღეს შენ დაიმსახურე, რომ კვირის განმავლობაში რო კარგი საჭმელი საკვები მიიღო, ხო? ეს ავტომატურად თავის თავში მოიაზრებს იმას, რომ ჯანსაღი კვება ცუდია და ეს შენი ჩისეი დღე იმიტომ არის, რომ დააჯილდო შენი თავი იმისთვის, რომ შენ ამას გაუძელი, როცა რეალურად არაფერი ისეთი არ გიქნია, რომ ჯილდო დაიმსახურე, იმიტომ რომ ისედაც ეგრე უნდა იკვებებოდე, ისედაც ეს უნდა იყოს შენი ცხოვრება. მაგ დაუკიდებულებაში სრულიად მოყვები რა. 80-20 არის ის პრინციპი, რომელსაც მე მიყვები ბოლო 4 წელია, რაც ეს პროფესიონალურად კვებაში ჩავერთე რა. და ყველას მაგას ვეუბნები, რომ 80-20, ზოგჯერ არ ჯერათ ხოლმე, რომ ვეუბნები, რომ შეგიძლია თქვა კვირაში თუ შენ 4 ჯერ იკვებები, ორჯერაც რაღაც მომენტში დარღვევას არ თვლი მაგად. იმიტომ რომ შეგიძლია თავისუფლად მიირთვა რა. დარღვევა კი არ არის, უბრალოდ თავისუფლად მიირთმევ და ოღონდ მანდაც აკონტროლებ უკვე რამდენს მიიღებ და რას მიიღებ. იმიტომ რომ თქვათ შაქრიანებს ან ცომელს თუ მიირთმევ, რა თქმა უნდა შედარებით უნდა იცადო, რომ თვითკონტროლი გააკეთო, იმიტომ რომ დაჯდები შეიძლება მთელი პიცა შეჭამო, როდესაც ნორმა 1 ან 2 ნაჭერი იყოს იმ ჭრილში რა კალორიულობასაც და ცილაცხიმი ნახშირწყლის რაოდენობასაც იღებ თითო კვებით. რაც მაკდონალდში რო შეხვალ შეიძლება იმდენი შეჭამო, რომ 4 დღე რა კალორიასაც იღებდი, ის უცებ 1 ჭამაზე დაჯდე და დაასრულო რა. მაგას ვეუბნები ხოლმე, რომ ეგ კონტროლის მომენტია მთავარი და არა ის, რომ კვირაში 1 დღე. სხვათა შორის მაგაზეც წინაზე ვთქვით ესეთი რაღაცა, რომ აი მაგას რო ელოდები, ეგეც სტრესავს მერე რა, რომ ის 1 დღე გაქვს და იქამდე მიაღწიო რამენაირად რა. და ეს გაწერილი cheat day ყოველთვის ეგრე ნეგატიურად აისახება დანარჩენ სხვა კვებაზე. სრულიად გეთახმები მაგ ნაწილშიც რა. იცი რა მაინტერესებს? კვებასთან, რომ აი თქვათ ავიღოთ ადამიანი, ვინც
ჯანსაღად იკვებება, რამდენად დიდ გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორები, აქ გულისხმობ ასაკი, წონა, ის ნაწილი, ნუ ღამისთევა ვიცით რომ არ ყველაფერს რევს, არა მხოლოდ კვების ნაწილს ზოგადად და უშუალოდ კიდევ მაკრონუტრიენტების რაოდენობას გულისხმობ. ანუ იცი რას გულისხმობ? დღის განმავლობაში აქტივობის დროს რაციონალურად რო იცვლება მთლიანად, ანუ ვიღაცა რომ ნაკლებად აქტიურია, მინახავს რომ იმას ძალიან ცოტა რაციონსაც აჭმევენ. რადგანაც საერთოდ არ არის აქტიური და ვიღაცა რომ ზედმეტად აქტიურია, იმას 3-4 ჯერ მეტს. არის რამე სტანდარტი, რომ ეს საშუალოდ უნდა მიიღოს ადამიანმა ან რამე მსგავსი. კაი, იმით დავიწყებ, რა სხვაობაა ზოგადად რამდენად ინდივიდუალური უნდა იყოს ზოგადად ეს კვება და მაკრონუტრიენტების გადანაწილება. მნიშვნელობა აქვს ნამდვილად, ვერ გავაერთიანებთ და ვერ ვიტყვით რომ არსებობს რაღაც უნივერსალური რაოდენობა, რაც ყველა ადამიანმა ერთნაირად უნდა მიიღოს, ხო, იმიტომ რომ განსხვავდებით ერთმანეთისგან. მაგალითად, თუ ადამიანი მაღალია, ის უფრო მეტ ენერგიას მოითხოვს, ვიდრე მე თუ ვარ დაბალი სიტყვაზე. ასაკთან ერთად რაც უფრო მეტად გვემატება ასაკი, ბუნებრივად მით უფრო მეტად უკარგავთ კუნთურ მასას, შესაბამისად უფრო ნაკლები ენერგია გვჭირდება. ხო, ანუ ზოგადად ვისაც უფრო მეტი კუნთური მასა აქვს, იმას უფრო მეტი ენერგია ჭირდება უბრალოდ მოსვენებულ მდგომარეობაშიც კი. შესაბამისად ასაკთან ერთად როცა გვაკლდება კუნთური მასა, უფრო ნაკლები ენერგია გვჭირდება, ხო, მაგალითად. და ამასთან ერთად მაკრონუტრიენტების ხრივაც რო შევხედოთ, რაც უფრო მეტად გვემატება ასაკი, მით უფრო მეტად მე ურჩევ ხოლმე მეტი ცილის მიღებას, იმიტომ რომ კუნთური მასა შევინარჩუნოთ, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, რაც უფრო მეტად აქტიურია ადამიანი ფიზიკურად, უფრო მეტი ენერგია ჭირდება და მაკრონუტრიენტების გადანაწილებაც სხვანაირი ჭირდება. ხო, ანუ მე, რომელიც სიტყვაზე ვარ მჯდომარე, წესით უცხოვრობ, ამ შემთხვევაში ჩემი ნახშირწყლის მოთხოვნილება გაცილებით დაბალია და შეიძლება გაცილებით ნაკლები ნახშირწყლით ძალიან კარგად ვიყო, ვიდრე ათლეტის, რომელიც დღეში 2-ჯერ ვარჯიშობს და თან მაღალი ინტენსივობის ვარჯიშს აკეთებს, ხო? ასევე თუ უფრო მეტი წონა მაქვს, მეტი ენერგია მჭირდება, ნაკლები და ასე შემდეგ. შესაბამისად ძალიან განსხვავდება, მოკლედ ეს ბევრნაირი ვარიანტი შემიძლია ჩამოვთვალო, როგორ განსხვავდება ადამიანები, ან ქალს და კაცს შორისაც, ხო? ანუ კაცს ბუნებრივად უფრო მეტი კუნთური მასა აქვს, უფრო მეტი ენერგია ჭირდება შესაბამისად. ისე მაგაზე უნდა მეკითხა, ამ კითხვაში ჩართვა დამავიწყდა. სქესის ნაწილში რა, ქალს და მამაკაცს შორის. ნუ ვიცით რომ დაახლოებით ერთი ტიპით უნდა მიიღოთ საკვებიცილად ცხიმი, ნახშირწყალი, სხვა რაღაცას ვერ გამოიგონებენ, მაგრამ მე უშუალოდ მაინტერესებს შენი გადმოსახედით, რამე კონკრეტული ანუ რაოდენობრივ სხვაობაზე არ ვიძახი. კი, ნუ ეხა ერთი სიმაღლის, ერთი ასაკის ქალს და მამაკაცს შორის რომ მამაკაცმა ცოტა მეტი უნდა მიიღოს, იმიტომ რომ კუნთური მასა მეტი აქვს, ეგ ლოგიკურად ჟღერს ისედაც რა, მაგრამ მაგ მომენტში არის რამე კიდე გასათვალისწინებელი ქალს და მამაკაცს შორის, რაც თქვათ ქალებმა უნდა გაითვალისწინონ, იმიტომ რომ მათი სხეული შედარებით სხვანაირად არის მოწყობილი, თუნდაც ჰორმონალურად და ასე შემდეგ. ვიცი რა არის მაკრონუტრიენტების გადანაწილების კუთხით სიმართლე რა გითხრა, სხვაობა არ არის. ერთადერთი, ნუ რაც შეეხება ცილას, პრინციპში ესეც ქალზეც და კაცსაც ერთნაირად არის, ანუ ჩემი რეკომენდაცია ყოველთვის არის ხოლმე 2 გრამი ცილის მიღება 1 კილოგრამზე, რაც ასევე სადაო საკითხია. სხვა მხრივ მაკრონუტრიენტების განაწილების კუთხით სხვაობა ჩემი Precision Nutrition-ის guideline-ის მიხედვით არ არის კი. ნუ შეიძლება მიკრონუტრიენტების კუთხით, ვიტამინების და მინერალების კუთხით სხვა ფონი იყოს, ხო, მაგალითად ქალი უფრო მეტად მიდრეკილია რკინის დეფიციტისკენ, მენსტრუალური ციკლის გამო, შესაბამისად უფრო მეტი საჭიროებაა რკინით გაჯერებული საკვების მიღების. ოკეი, გასაგები არის სრულიად. გარკვეულწილად ვიცოდი ინფორმაცია, მაგრამ ეს გადამოწყვება და მით უმეტეს გაჟღერება მგონია რომ სასიამოვნოც იქნება მაყურებლისთვის. მე მაშინ თანამედროვე სტანდარტებით რა არის ის საკითხები, რაზე საუბარიც ყველაზე მეტად ღირს რა. რამე კონკრეტული კითხვით რო ჩავეძიო, შენ დარწმუნებული ვარ, უფრო კარგად იცი დღევანდელი კვების ბაზარი და გონება საზოგადოებაში როგორი არის ამ ყველაფრის მიმართ და დამოკიდებულებები რა. რა არის ის ნაწილი, რაზე საუბარიც ყველაზე მნიშვნელოვანია და ნაკლებად საუბრობენ. რა არის ის წარმოდგენები, რაც ადამიანებს აქვთ არასწორი, როცა საერთოდ სხვანაირად არის რეალობა. და
რა არის ის ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებას შეა, მაგრამ არ იცის, რომ ეგ შეა რა. მმ. ხო, პირველი ვიტყოდი, რომ ერთი ალბათ უფრო შეცდომებზე გავამახვილებდი ყურადღებას ამ შემთხვევაში, ხო? ანუ რა შეცდომებს უშვებენ, როცა ამბობენ, რომ მოდი ახლა მე ჯანსაღ ცხოვრებას დავიწყებ. პირველ რიგში ის არის, რომ ყველაფერს ერთდროულად ცვლიან, ანუ თაი 360 გრადუსით ატრიალებენ ცხოვრებას რა, რაც საბოლოო ჯამში არ არის მდგრადი მიდგომა, ანუ ყოველთვის ჯობია, რომ ნელ-ნელა შეიცვალოს ყველაფერი, რომ ორგანიზმმა სტრესი არ მიიღოს და მერე საბოლოო ჯამში არ შეწყბიტო, ასე ვთქვათ, ეს გზა. ვიტყოდი, რომ პირველი ეს არის. ასევე არის ანუ ეს მაინდსეტი, ხო, აკრძალვის მაინდსეტი. რადიკალურად გეცვლება ხედვა ჭამის მიმართ, როცა იმაზე ფიქრობ, რა უნდა იყოს შენ თეფშზე და არა იმაზე, რა არ უნდა იყოს შენს თეფშზე, ხო? ანუ როცა იტყვი, რომ ანუ რა არის ის, რაც მაძლევს ენერგიას, აი ამ მაინდსეტით რო შეხედავ, ხო, გაცილებით რო გაგიმარტივდება, რომ შენი თეფში ააწყო იმით, რაც გეხმარება ყოველდღიურობაში. ზოგადად ასევე მგონია, რომ ხალხი ვერ იაზრებს, აი თავიდანაც ვსაუბრობდით, საჭმლის ფუნქციაზე, ზოგადად ფუნქციურობაზე და იმაზე თუ რამდენად დიდი როლი უჭირავს ენერგიულობაში და ყოველდღიურ ზოგადად სიცოცხლეში რა. სულ სხვადასხვა რაღაცებს აწერენ ხოლმე რა, ანუ იქ ძილს, იქ რაღაც ფსიქოლოგიურ მომენტს და ასე შემდეგ. როცა რეალურად ეს მარტივი ცვლილებებიც კი რო შეიტანო, ხო, აი რაღაც რო დააბალანსო შენი საუზმე ცილით, მაგალითად აი ამ პატარა ცვლილებებმაც კი შეიძლება ძალიან დიდი ენერგია მოგცეს დღის განმავლობაში. ასე რომ ეს რასაც ვიტყოდი კიდე ეს შეცდომა, რომ საჭმელს უნდა შევხედოთ როგორც ფუნქციურს და ჩვენს დამხმარეს, ეს არის ერთ-ერთი შეცდომა, რასაც უშვებენ, ანუ არ უყურებენ ესე. ზოგადად მეტაბოლური დაავადებები, ხო? 70%-ზე მეტი ქრონიკული დაავადებების წყაროა, ხო? ანუ წინა პირობაა. ხო, როგორც არის გულის დაავადებები, მაგალითად, ასევე შეიძლება ზოგადად მენტალური დაავადებებიც მოვიაზროთ, სიმსივნე იგივე, ხო? და მეტაბოლური ჯანმრთელობა კიდევ დიდად განისაზღვრება იმით, თუ რას ვჭამთ და რამდენს მოძრაობთ, ხო? ანუ ამ მარტივი ცხოვრებისეული ცვლილებებით შეგიძლია, რომ თავიდანაირი და მომავალში ქრონიკული დაავადებები. თან მიყვარს ეს განსხვავება, ესე ეძახიან მედიცინა 2 და 0, მედიცინა 3 და 0. ანუ რითი განსხვავდება ერთმანეთისგან? მედიცინა 2 და 0 არ აქცევს ყურადღებას დღეს, როგორ იქცევი და როგორ ცხოვრობ და მომავალში, როცა პრობლემა დაგიდგება, მერე იწყებს მოგვარებას წამლებით, ხო? და მედიცინა 3 და 0, რაც დღეს უკვე აქტუალურია, უზრუნველყოფს იმას, რომ დღეს იცხოვრო ისე, რომ ეს წამლები და მკურნალობა არ დაგჭირდეს სამომავლოდ. ამიტომ მე ამის მომხრე ვარ და ვინც ჩემთან კოუჩინგს გადის, ანუ არ მოიცავს მხოლოდ კვებას, ასევე მოიცავს იმასაც, როგორ უნდა ეძინოს, რამდენს უნდა მოძრაობდეს და ასე შემდეგ რა, რაც საჭიროა სრული სიჯანსაღისთვის. სულ ცოტა ხნით მოგაცდენ და გეტყვი, რომ ბალანსი არ არის უბრალოდ პოდკასტი. ეს არის გზამკვლევი შენი სხეულის, გონების და ემოციებისთვის. 12 თემით შევეხებით ყველაფერს, ვარჯიშიდან გარემომდე. თუ მზად ხარ, გაარკვიო რა გჭირდება ჰარმონიული ცხოვრებისთვის, აუცილებლად გამოიწერე ჩემი YouTube არხი და არ გამოტოვო შემდეგი ეპიზოდები. ახლა კი დავუბრუნდეთ ვიდეოს. სრულიად მესმის და გეთანხმები კიდევ ერთხელ, ანუ შენი ხედვები სრულიად ხვდება ჩემს ხედვებს და ეგ მედიცინა 2 და 0 და 3 და 0 შორის განსხვავება ძალიან სასიამოვნო იყო. ეხლა მივხვდი, რომ დღევანდელ სტანდარტებში მართლა ეგრე არის რა. და იმედი მაქვს, რომ ადამიანებიც მაგ ყველაფერს მიხვდებიან. იდეაში მე დაახლოებით 7 წელია, რაც ფიტნეს ინსტრუქტორის, სერტიფიცირებული ფიტნეს ინსტრუქტორი ვარ და პირველი წლები ვერ ხვდებოდი, ანუ მეტ ყურადღებას უთმობდი ვარჯიშს, მარტივად რო ახსნათ ჩემი გადმოსახედით რა. და ვცდილობდი, რომ მეტი და სხვადასხვა ტიპის ვარჯიშები მესწავლა, რომ მე მოსწავლეებისთვის, ვინც მეყოლებოდა, უფრო კრეატიული და სახალისი ყოფილიყო პროცესი, მუდმივად შეიძლება არ შემეცვალა, მაგრამ ვარჯიშის პროცესი ყოფილიყო ისეთ საინტერესო რა. დღეს
რო შევადარო ჩემი თავი იმ გიორგის მაშინ რო დავიწყე, ჩემი ვარჯიშების 80% თითქმის არა ერთი და იგივე რა. მცირე ცვლილებები ხდება ხოლმე, როცა რაიმე პრობლემასთან აქვს საქმე და რაღაც ვარჯიშები არ შეუძლიათ. ან მცირე ცვლილებები ხდება ხოლმე ეს სქესის მიხედვით, ან ასაკის მიხედვით რა. ეხლა თავისუფალ წონაზე რა თქმა უნდა, დიდი ასაკის და ან პატარა ასაკის ადამიანთან ნაკლებად ვცდილობ, იმიტომ რომ მოზარდთან ან მოხუცთან ვცდილობ ხოლმე რომ უფრო ტრენაჟერები ფიქსირებული იყოს რა. და მაქსიმალური კონცენტრაცია ბოლო რამდენიმე წელია გადმოვიტანე უფრო კვებაზე. იმიტომ რომ მარტივად რო ავხსნა, შეიძლება ფიტნეს ინსტრუქტორებისთვის ცუდი ინფორმაციას ვაჟღერებ, რადგანაც უმრავლესობამ კვებასთან ეს მეგობრული დამოკიდებულება არ აქვთ, ან კარგად არ იციან როგორ უნდა გასწერონ. ამაში ჩემ თავსაც მოვისაზრებ, იმიტომ რომ ბოლომდე გათვითცნობიერებული ჯერ მეც კიდევ არ ვარ, მაგრამ კვება არის ჩემი გამოცდილებით 70% თითქმის იმის, რაც დარბაზში შიგნით ხდება რა. დარბაზის კარს რო აღებენ, ვერ იაზრებენ, რომ ის მხოლოდ 30%-ია და დანარჩენი არის გარეთ რა. ძილიც რო ამოვაკლო, 50% მაინც საკვებზე რჩება რა. იმიტომ რომ რაც ვკონცენტრირდი კვებაზე და ეს დამოკიდებულებების ცვლილება დავიწყე ჩემს მოსწავლეებში, რომ ავუხსენი ცილა-ცხიმი, ნახშირწყალი და არა ფილე, ბრინჯი და კვერცხი, ნელ-ნელა ანუ 2 თვის თავზე, 3 თვის თავზე მათი დამოკიდებულება კვების მიმართ საერთოდ სხვანაირი ხდება. და ვარჯიშის მიმართაც, რომ როდესაც ვარჯიშს არ აღიქვავენ, რომ ეს არის აუცილებელი, რომ იქ მივიდე და კვებას აღიქვავენ, მაგ ყველაფერისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტს, მე ვარჯიშის მიმართ დამოკიდებულება არის, რომ ეს მეხმარება რა. ეს არის უფრო მეგობარი და არა ჩემი თავი. მარტივად რო ვთქვა, საქმეს როცა აკეთებ, შენ ხარ მნიშვნელოვანი პიროვნება და არა ის, ვინც ვთქვა გეხმარება, ხო? და მაგის მერე ბევრად მეტი შეიცვალა. ეს კითხვა იდეაში არც მქონდა ალბათ აქამდე მოსაზრებული, რომ დავსვავდი რა, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედით მე ჯერ კიდევ ვფიქრობ, რომ ტრენერების უმრავლესობა ამას ვერ იაზრებს. ოღონდ არ მინდა რომ სხვების მიმართ ნეგატიურად ის ვქნა, ანუ იმას არ ვამბობ, რომ ვინმე რამეს ცუდად ან კარგად აკეთებს რა. უბრალოდ ის მომენტი არის, რომ ჯერ კიდევ სჯერათ, რომ ეს გაწერილი კვება, რასაც ერთი და იგივე პროდუქტის, შეიძლება ანუ უბრალოდ ამოიღიაბა, ეგ ვცადე ერთხელ მე მაგალითად, რომ კვერცხი, ფილე, ბრინჯი და წიწიბურა საერთოდ ამოვიღე საკვებიდან და თუ შემიძლია რომ რამე დავწერო. და გამიჭირდა თავიდან, მაგრამ ნელ-ნელა მე რაღაც გზები მოვძებნე და დავიწყე ძებნა სხვადასხვა პროდუქტის, იმიტომ რომ როდესაც იცი რომ აი დილით ადგები და უნდა დალიო თქვა წყალი და მე სამსახურში წასვლამდე ეს უნდა მიირთვა, თითქოს სულ ერთი და იგივე არის. რაღაც მომენტში რომ კითხვას დასვავ, რომ იქნებ სხვა რაღაც მესი ამოვნება, ხო? მაგრამ თითქოს სიზარმაცის მომენტი უფრო გძლევს რა. ამიტომ ჩემი კითხვა იცი როგორი არის, შენ როგორც კვებაზე ორიენტირებული ნუტრიციოლოგ კოუჩი რა, რას ურჩევდი არა მოსწავლებს და ადამიანებს, არამედ იმ ადამიანებს, ვინც სხვას აძლევს რჩევას რა, რომ კვება რამდენად მნიშვნელოვნად უნდა აღაქმევინოს სხვას, იმიტომ რომ მე სულ მაგას ვცდილობ, ჩემს კოლეგებს საერთოდ ყველას ავუხსნა, რომ ანუ თუ კვება იცი, ვარჯიში ძალიან მარტივი არის. აი ძალიან მარტივად მე ჩამოწერილი მქონდა ერთი პერიოდი ტრენაჟერები დარბაზში რა იყო და ვეუბნებოდი ChatGPT-ს, რომ აი ზურგის დღე მაქვს და შენი კრეატიული იმით უბრალოდ ამირია ტრენაჟერები, რომ ზურგის რაც არის სხვადასხვა დამისვი. რომ ორ კვირაში ერთხელ ვცვალო, რომ მეც მარტივად ვივარჯიშო, ჩემს თავზე რომ დრო არ დამეხარჯა რა. ეგ ყველა შეუძლია, ძალიან მარტივი არის თითქოს. დღევანდელ ტრენაჟერზე შეუძლებელია რომ ტრავმა აიკიდო, მაგრამ კვება საერთოდ სხვა რაღაც არის, რომელიც თუ არ იცი, ესე უბრალოდ ვერ იზავ რა. და მე მაინტერესებს შენი დამოკიდებულება და მთავარი ეს როგორ თქვა რა, მიმართულება რა იქნებოდა მათთვის, ვინც სხვას აძლევს რჩევას, რომ კვება როგორ უნდა აუხსნან და რა არის სწორი სიტყვები ალბათ, რის მიხედვითაც ადამიანმა უნდა აღიქვას, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. და უბრალოდ აი დღეში სამჯერ უნდა ვჭამო, იმიტომ რომ რაღაც ხვალ სამსახურში ვაზროვნებდი და არ დავეცე, ესე არის ფიქრობ.
პირველ რიგში იმას ვიტყოდი, რომ მე რაც მსმენია, საერთოდ ძალიან ბევრი ტრენერს არც აქვს უფლება, რომ კვება დაწეროს. აი, რასაც ქვია კონკრეტულად კვების დაწერა, ხო? ანუ შეუძლიათ ნუტრიციოლოგებს, მე არ ვარ ნუტრიციოლოგი, მე ვარ nutrition coach-ი, შესაბამისად მე კვებას არ უწერ, მე უბრალოდ ვეხმარები ჩვევების ჩამოყალიბებაში და შეუძლიათ დიეტოლოგებს ასევე კონკრეტული კვების დაწერა. პირველ რიგში, ანუ ამას ვეტყოდი, რომ თუ არ გაქვს იმის უფლება, რომ კვება დაწერო, არ დაწერო, იმიტომ რომ დააზიანებ ესე ადამიანს. შემდეგ იმას ვიტყოდი, რომ ანუ დაიწყონ ალბათ იმ კიდევ ერთხელ მე არ ვემხრობი დაწერილ ანუ ესე გაწერილ დაზეპირებულ კვებებს, ანუ ახსნით მაკრონუტრიენტების მნიშვნელობაზე, ხო? ანუ რა ეხმარება, რა პროპორციები შეიძლება რომ დაეხმაროს თავის მოსწავლეს და ანუ მიეცი სია, მაგალითად, ხო? ანუ ეუბნები რომ აი ცილა-ჭამი ამდენი, ნახშირწყალი ამდენი, ცხიმი ამდენი, ნუ დაახლოებით მიეცი სია, რა არის ცილა, რა არის ცხიმი, რა არის ნახშირწყალი, რომ შემდეგ უკვე ანუ გაუმარტივდეს, რომ თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება. ალბათ ამას ურჩევდი პირველ რიგში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ვიცი, ვინც ვარჯიშობს და ნორმალურ კვებას არ მიყვება, რანაირად შეიძლება რომ მან შედეგი დაინახო, ვერ ხვდები შესაბამისად, მე ალბათ ეს იმას იწვევს, რომ წვალობ, მე შედეგს ვერ ხედავ, ენერგია ნელ-ნელა გეცლება და მე აბრალებ ვარჯიშს და ამბობ, რომ ეს ჩემთვის არ არის და შევანებებ თავს შემდეგ რა, როცა შეგიძლია, რომ ამ ორივეს გაერთიანებით, ვარჯიშს პლუს ადეკვატური კვება, ამ ორივეს გაერთიანებით რაღაც ძალიან ოპტიმალურ ჯანმრთელობას მიაღწია. სრულიად მესმის და მაგ ნაწილში იდეაში ზუსტად ეგრე ვიქცევი მე, რომ მაქსიმუმ რაოდენობები გაუწერო და ჩამოწერილი მაქვს იმ n რაოდენობით პროდუქტების სია, რომლებიც ჯანსაღ პროდუქტებში გადის და ეს არის ძალიან მარტივი თუნდაც ეგ ხორცეული უბრალოდ რაც ყოველდღიურასაც ყოველდღიურობაში ვიყენებ და რაც შეგიძლია ნებისმიერ თქვათ დაგუგლის შემდეგ ამოვაგდო რომ ჯანსაღ პროდუქტებში ნებისმიერი ბოსტნეული თითქმის გადის, ხო? ან კითხო ChatGPT-ს. ხო, ან კითხო ChatGPT-ს რა და უბრალოდ რა მომენტი არის, იცი რომ თითქოს მომხმარებლისთვის ეს შენ რო სიას ესე ჩამოწერილს აძლევ, რომ ამას ამდენი გრამი ცილა აქვს, თითქოს ეს ინფორმაცია, ანუ რაღაც რო ვიყოთ მე 17 საუკუნეში ვიტყოდი რომ აი ექიმმა რომ მიაწოდა ან ნუტრიციოლოგმა, კი, იმიტომ რომ იქ ესე მარტივად ვერ მოიძიებ და ბიბლიოთეკაშიც არ დევს მაგდენი წიგნი, მაგრამ დღეს ყველა შეუძლია რა. თუმცა სანამ არ გავწერე და ესე არ ვუგდებდი, უმეტესწილად კითხვები იყო, რომ აი ეხლა ამის გასინჯვა მინდა და რამდენი გრამი აქვს ცილა და რაღაც და მე უბრალოდ მომიწია ესე რომ გამეწერა და რაღაც მსგავსი. თუმცა ის რომ მე ადამიანს ვისაც რაიმე პრობლემა აქვს ჯანმრთელობასთან მით უმეტეს, ან თუნდაც ესე ზუსტად გაწერილი კვება გავცე, ძალიან იშვიათი არის ისიც ძალიან ახლო ადამიანი თუ არის რა, იმიტომ რომ პირველ რიგში მაგის სერტიფიცირება არ მაქვს, ერთი და მეორე რიგში კიდე არ ვთვლი რომ ჩემს ვალდებულებაში უნდა შედიოდეს როგორც ტრენერის ერთი, იმიტომ რომ ტრენერი ვარ და ვავარჯიშებ ადამიანს და მე მეორეც მგონია რომ აი გაწერილი თუ არ სჭირდება ზუსტად ადამიანს იმ მომენტში და ნუტრიციოლოგთან არ მივარო, რომ ესე და ესე არის და ეხლა მჭირდება რომ გავწერო კვება, გაწერილი კვება ყოველთვის რატომღაც შემდგომს ასოცირდება სტრესთან, რომ აი რო ვიცი რომ 180 გრამი მიწერია და 170 მიჩვენა სასწორმა ან 200, 10 გრამს ამოვაკლებ რა. სინამდვილეში ეგ რაღაც 10-15 გრამი მაგდენ ყველაფერს არ ცვლის, როდესაც ჯანმრთელი ადამიანი ხარ და ვარჯიშობ რა. ერთს დავამატებდი, თან ობსესია დღესდღეობით კალორიების თვლაზე. კალორიების თვლაზე და თან ისე რომ მაკრონუტრიენტების არ ითვალისწინებენ რა, ანუ ეგ თავისთავში იმას მოიცავს, რომ ყველა კალორია შექმნილია ერთნაირად, რაც სრული სისულელეა, იმიტომ რომ 100 კალორია ბროკოლი რას უზავს შენ ორგანიზმს, რადიკალურად განსხვავდება იმისგან 100 კალორია მაფინი რას უზავს შენ ორგანიზმს, ხო? და რა ვიცი, ბევრი დისფუნქცია შეიძლება, რომ აი კიდე მანდედან რა, ანუ თქვა რომ კალორიებს ვითვლი, ხო, აი რა გინახავ ვждები ჩემ კალორიაში, დღის განმავლობაში მიიღო მარტო ნახშირწყალი, საბოლოო ჯამში დროთა განმავლობაში შენი თავი მიიყვანო ინსულინ რეზისტენტობამდე და მე ვეღარ წონაში ვეღარ დაიკლო და საერთოდ ანუ მეტაბოლური დისფუნქცია დაიმართა. ხო, ბევრი დღევანდელი პრობლემა ინსულინ რეზისტენტობის მთავარი ეგ არის რა, რომ
2200 კალორიას იცავენ, მაგრამ იქ ცილის რაოდენობა არის 10% რა. ხო, არ ვიცი რამდენად ესე კვლევა არ მინახავს, რომ ვთქვა, რომ თავარი პრობლემა ეგ არის, თავარი გამომწვევი ინსულინ რეზისტენტობის ეგ არის, თუმცა ფაქტი ის არის ნამდვილად, რომ ძალიან გაზრდილია ინსულინ რეზისტენტობა დღესდღეობით და სამწუხაროდ ანუ ექიმებშიც ბევრი მხვდება ცოტა არაადეკვატური მკურნალობის გზები, ამავდროულად ზოგადად ინსულინ რეზისტენტობის მთავარი წამალი ვარჯიში და მოძრაობა და არც ერთი ჩემ გარშემო ინსულინ რეზისტენტი ვინც მყოლია, მათ ექიმს არ ურჩევია ვარჯიში. პირველი ასე ვთქვათ პრობლემის გადაჭრა არის ყოველთვის ის, რომ დავნიშნოთ წამლები, რაც ანუ ცუდი არ არის ერთის მხრივ, თუმცა შენი ცხოვრების წესით, როგორიც არის, რომ სწორად იკვებო და ივარჯიშო, ამით შეგიძლია შეცვალო ანუ ეს მოცემულობა რა მხოლოდ ამით შეგიძლია რეალურად სხვათაშორის მაგიტო არ მეგობრობ ძალიან და სულ კამათობ ექიმებთან რა ანუ და წინაზე თაზომ თქვა არ მახსოვს ზუსტად რომ ექიმსა და სპორტსმენს ან ნუტრიციოლოგს შორის ტრენერს და ნუტრიციოლოგს შორის განსხვავება ის არის რომ ექიმი ყოველთვის პაციენტად აღიქოს რა და ეგ ხედვა უკვე ავტომატურად შენ გაყენებს პრობლემურ ადამიანად შეიძლება პრობლემა საერთოდ არ გაქვს აი მე მაგალითად წელიწადში ორჯერ რომ მივდივარ ანალიზებისთვის იმიტომ არ მივდივარ რომ პრობლემა მაქვს იმიტომ მივდივარ რომ ვარჯიშობ მუდმივად ვიღებ ვიტამინებს და მაინტერესებს რამეში რამე ხო არ გამომეპა რა მაგრამ ვიღაცა რომ პაციენტად აღიქოს და ვიღაცა ისეთ ადამიანებს ვისაც ჯანსაღ ცხოვრებაზე დადგომა უნდა აი შენთან რომ მოვალ შენ ეცდები რომ დამეხმარო ჯანსაღ ცხოვრებაზე რომ დავდგე და არ შემომხედავ როგორც აი პრობლემა გაქვს და იმიტომ მოხვედი თუმცა დღევანდელ საზოგადოებაში სამწუხარო რეალობა ის არის რომ მარტო პრობლემა როცა აქვთ მე იაზრებენ რომ ან ტრენერთან უნდა მივიდნენ ან კოუჩთან რა და მაგ ნაწილში სხვათა შორის ალბათ თითზე ჩამოსაცვლელი ადამიანები მახსოვს ვინც კალორაჟზე ნეგატიურად საუბრობს და ძალიან მიხარია იმიტომ რომ ძალიან ცოტა არის ვინც ჩემსავით ფიქრობს მაგ ნაწილში რა მე მაგალითად კალორაჟს საერთოდ არ ვიყენებ ჩემს კვებაში კი არა სხვებთანაც სულ ანუ თუ მეუბნებიან დამეხმარება აი ძმაკაცმა რომ მითხრას რომ როგორ შეიძლება ცილა-ცხიმი ნახშირწყალი ანუ კვება ცოტათი დამეხმარე სიტყვა კალორიას საერთოდ არ ვიყენებ და რამეს თუ ვეუბნები სულ არის მაკრონუტრიენტები ძალიან მიხარია რომ მაგაში ერთმანეთს ვეთანხმებით იმიტომ რომ ძალიან ცოტა ადამიანია მართლა ვინც მაკრონუტრიენტებს უფრო ხშირად იყენებს ვიდრე კალორიას რა მაშინ დავინტერესდები შემდეგი კითხვით შენთვის როგორც კოუჩისთვის რა არის დღის წესრიგში ეს ჯანსაღი კვება ანუ როგორ იყოფა რამდენი რაოდენობა უნდა იყოს კვების რა რაოდენობა უნდა იყოს დაახლოებით თებშზე იმიტომ რომ მსმენი ადამიანებისგან რომ ზოგიერთი ძალიან ცოტას მიირთმევს და ეუბნება რომ მიირთვან ზოგიერთი ზედმეტად ბევრს მიირთმევს და ეუბნება რომ მიირთვან და სტანდარტებიც როგორც თქვით, ანუ შეუძლებელია რომ კვება იმდენად ინდივიდუალურია, რომ ზუსტად გაწერო რა, მაგრამ ეს უხეში სტანდარტი მაინც რო ვიცოდეთ, როგორი უნდა იყოს. ჩემი გაიდლაინი ესეთია, ანუ ამისკენ მივილტვი ყოველთვის, რომ თებშის ნახევარი იყოს ბოსტნეულით დატვირთული და თან მრავალფეროვანი ბოსტნეულით. ძალიან ყურადღებას ვაქცევ ნაწლავის მიკრობიომს. შემდეგ მეოთხედი ცილას რო კონდეს დაკავებული, აქ გააჩნია ოღონდ როგორ ცილაზეა საუბარი ცხოველურზე თუ მცენარეულზე, ხო? ანუ ცხოველური ცილა გაცილებით უფრო გაჯერებულია ცილით, ვიდრე მცენარეული ცილა. ხო, ამიტომ მცენარეული ცილის შემთხვევაში შეიძლება ეს რაოდენობა უფრო დიდი იყოს, რომ ცილის საჭირო რაოდენობა მივიღოთ. შემდეგ მერვედი ცხიმს ეთმობა, ჯანსაღ ცხიმს და მერვედი ასევე ნახშირწყალს, ოღონდ სწრაფ ნახშირწყალს, როგორიც არის starchy carbs, სახამებლიანი, ან როგორც არის ბრინჯი, მაგალითად კარტოფილი, ტკბილი კარტოფილი და ასე შემდეგ. ეს არის ის თებში, საითაც მივულტვით ხოლმე. თუ საუბარია არა სწრაფ ნახშირწყალზე, არამედ რთულ ნახშირწყალზე, ამ შემთხვევაში ეს ნახშირწყლის რაოდენობა შესაძლებელია, რომ უფრო მეტიც კი იყოს. და საბოლოო ჯამში დესერტად ერთი პორცია ხილი. ანუ ეს არის, ასე ვთქვათ, დაბალანსებული. ხილზე ჩაგიკითხები. რა მომენტია და ხილის გარდა ჩაგიკითხები, მე წყლის ნაწილზეც. როგორი მომენტი იყო, იცი, რომ
ექიმ შოთას რო ვკითხეთ, მისი გადმოსახედით ხილი უნდა ყოფილიყო ცალკე კვების სახით ერთხელ. ჩემთვის მაგალითად ხილი კვებასთან ასოცირებული არ არის და როგორც სნექი ისე არის და კვებიდან რამდენიმე წუთში ან შეიძლება 15-20 წუთის მერე მივირთვა, იმიტომ რომ სიამოვნებს და ყველა კვების მერე თუ არ მივირთმევ, ორჯერ მაინც მივირთმევ და ცალკე ერთი კვების სახით რო ხილი მქონდეს, ეგრე მე ხილს ვერ აღვიქვავ რა. აღვიქვავ მაგალითად ჩემს მოსწავლეებს თუ ვეუბნები რომ 4ჯერ ჭამას თუ ვერ ასწრებ ან რაღაც მსგავსი და რაოდენობებში გინდა რომ ჩაჯდე, შეგიძლია რომ მაგალითად ერთი კვება იყოს სმუზის სახით, რომელშიც ხილი არის, პლუს რაღაც თაფლი და პლუს რამე ისეთი, რაც ჩაანაცვლებს ცილას, მაგალითად იოგურტი ბერძნული, ან ხაჭო, ან რამე მსგავსი, ან თუნდაც პროტეინის მხნელი რა. ანუ პროტეინით გაჯერებული, მაგრამ ისეთი, რომ კვებად არ აღიქვან და მარტივად წავიდეს. თუმცა ცალკე ახლა მესამე კვებად მე მაგალითად 4 კვებაში რომ დავჯდე და ხილი მივირთვა, ჩემთვის ეს ვერ, ანუ დღის წესრიგში ვერ ნერგავ ეგეთ რაღაცას რა. მე ხილს ვერ გამოვყოფდი ცალკე კვებად, იქიდან გამომდინარე, რომ გარდა მოდი ერთი შემთხვევისა რა, როცა ვარჯიშამდე იღებ ხილს, ხო? იმიტომ რომ რას აკეთებს? კი, ბოჭკოს შეიცავს ხილი და შესაბამისად სისხლში შაქარს რადიკალურად ძალიან არ გიგდებს მაღლა, თუმცა მაინც სისხლში შაქარს გიწევს. ანუ შედარებით უფრო არასტაბილურ ენერგიას გაძლევს, ხო? ამიტომ მე ყოველთვის ურჩევ ხოლმე, რომ ან დესერტად, ანუ ჭამის მერე მიიღონ, ანუ ეგრევე დააყოლონ, ან კიდევ დააბალანსონ ცხიმით და ცილით, ხო? ანუ როგორ შეიძლება ეს, რომ მაგალითად ხილს მიაყოლო, თუ ცალკე კვებად ჭამა, ანუ ამას გულის, ხო? ხილს შეგვიძლია მიაყოლო თხილეული მაგალითად, ხო? ან ბერძნულ იოგურტთან ერთად მიიღო სიტყვაზე, რომ უფრო სტაბილური ენერგია მიიღო. თუ ვარჯიშამდე გჭირდება ენერგია, კი ბატონო, ანუ იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ვიცით, რომ ამ გლუკოზას, რასაც მიიღებ ხილისგან, ანუ ამ შაქარს, კუნთი გამოიყენებს, ისე რომ ინსულინის ჩართულობა არ დაჭირდება. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ჩემი აზრით სრულიად ოკეია. ვარჯიშის მერეც, იმიტომ რომ ეს წავა პირდაპირ გლიკოგენის, ანუ კუნთის ენერგიის შესავსებად. ხო, ანუ მართალია, ცოტა საპირისპირო აზრები იყო. თუ შევადარებთ იმ ეპიზოდს, კვების პირველ ეპიზოდს, მაგრამ ჩემთვის ეს ასიამოვნოა, იმიტომ რომ სხვადასხვა გადმოსახედს დაინახავს მაყურებელი რა. არ ნიშნავს, რომ რამე სწორია ან არასწორია, ყველა სხვადასხვა დღის წესრიგი უდგას და იმის მიხედვით გამოიყენებს ინფორმაციას, რა თქმა უნდა რა. და ჰიდრატაციაზე გადავალ შემდეგი კითხვით, რამდენად მნიშვნელოვანია და მაგის გარდა ჩავეძიები ერთ ქვეკითხვასაც ბარემ, რომ წყლის გარდა რაც ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა, რაც ჰიდრატაციას ეხება ჩემთან მაგალითად რა. ყავას რო სვავენ და ჩაის ყოველთვის მეკითხებიან, რომ აი მე 4 ჭიქა ყავას ვსვავ და წყალში მივაწერო თუ არა, ან ჩაის. ჩემთვის ეგ ყოველთვის უარი არის და ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ უთხრა, ანუ ყავის აკრძალვას რა თქმა უნდა და ჩაისას არავისთან არ ვცდილობ, მაგრამ მეუბნები რომ შენ რო 5 ჭიქა ყავას დალევ შეუძლებელია დამაჯერ რომ მე პლუს 3 ლიტრა წყალს დააყოლებ მაგ ყველაფერს რა და ყოველთვის ვეუბნები რომ ჰიდრატაცია არის მნიშვნელოვანი, ანუ თუ შენ 2 ლიტრ წყალზე ამბობ რომ დავლევ, დალიე 2 ლიტრი წყალი და თუ დააყოლებ 2 ჭიქა ყავას ან 3-ს, ოკეი, მე ვერაფერს ვერ გეტყვი რა. შეგიძლია მე სხვასთანაც გაიარო, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ ვარჯიშობ, შენი სხეული ჰიდრატაციის მხრივ ყოველთვის დაბალანსებული იყოს რა. შენ რო 1 ლიტრი წყალი დალიო იმის ხარჯზე რომ მე 6 ჭიქა ჩაი დალიო, ჩემთვის ნეგატიურად იმოქმედებს რა. მაინტერესებს შენი ხედვა რა არის მაგ ყველაფერზე. ზოგადად წყალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, კიდევ ერთხელ მეტაბოლიზმში იღებს მონაწილეობას, საჭმლის მონელებაში, მოკლედ ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს, ამიტომ აუცილებელია საჭირო რაოდენობით წყლის მიღება. რაც შეეხება ყავას და ჩაის, აბსოლუტურად გეთანხმები იმაში, რომ არ უნდა ჩავთვალოთ, ანუ წყალში ასე ვთქვათ, არ უნდა გავიყვანოთ, მით უმეტეს იმიტომ, რომ მით უმეტეს ყავა და კოფეინის შემცველი ჩაი, ხო? იმიტომ რომ კოფეინი არის დიურეტიკი, ანუ პირიქით წყალი გამოაქვს ორგანიზმიდან, ხო? ანუ შესაბამისად პირიქით უფრო მეტი საჭიროებაა, რომ უფრო მეტი წყალი მიიღო, რომ რაც გამოდის ეს დააბალანსო. ამიტომ ხო, მე ვიტყოდი, რომ ზოგი ადამიანის
ორგანიზმი, ანუ ყოველს ორგანიზმი სხვადასხვანაირად უმკლავდება კოფეინს, ხო? ანუ მე მაგალითად თუ დილის გარდა შუა დღით ან საღამოს დავრლია ყავა, ჩემი ორგანიზმი ამას ვერ იტანს. თუმცა ყავს ისეთი მოსწავლეები, ის შემთხვევაშიც, ანუ შეუძლიათ 5 ჭიქა ყავა დალიონ და არანაირი ზეგავლენა არ ქონდეს მათზე, განსაკუთრებით მათ ძილზე, ხო? ანუ თუ ყავას რაღაც გავლენა აქვს შენი ძილის ხარისხზე, ამ შემთხვევაში ამცირებ. თუ არ აქვს, ასე იგი კოფეინს შენს ორგანიზმს საერთოდ სხვანაირი ზეგავლენა აქვს და ოკეია იმ შემთხვევაში თუ აი ამ წყლის გამოსვლის ეფექტს დააბალანსებ. ძალიან მესიამოვნა, იმიტომ რომ ყოველთვის ყველაზე მეტი კითხვა მოდის მაგაზე და ყავის რაოდენობაზე და რატომღაც დღეს აი თუ შევადარებ 5 წლის წინანდელ ინფორმაციებს და სტატისტიკებს, ყავასთან უფრო ხშირად აქვთ ხოლმე პრობლემები, რომ აი რო ვეუბნებ რომ შეამცირე ან ამოიღე, ყველაზე ნეგატიურად მაგას ხვდებიან რა, რომ აი 6 ჭიქას სვავ და როგორ ამოვიღო და დღის განმავლობაში 6 ჭიქა ყავა რო დავლიო, კვების სურვილიც ბევრად ნაკლები მექნება, მაგაზეც თითქოს ძალიან მოქმედებს რა, თითქოს კი არა მოქმედებს. მე იცი რა მაინტერესებს, სანამ ნელ-ნელა ბოლოსკენ წავალთ, ერთი მთავარი კითხვა ალბათ ეხლა რაც დამრჩა და მექნებოდა ნუტრიციოლოგისგან, ნუტრიციოლოგ კოუჩისგან, არის უშუალოდ ბავშვების ნაწილი რა. იმიტომ რომ ჩვევების ჩამოყალიბება ალბათ ბავშვებში რო ხდება, ერთ-ერთი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ რამდენად მნიშვნელოვანია მშობლის როლი ბავშვთან, როგორი კომუნიკაცია უნდა ქონდეს საერთოდ მშობელს ბავშვთან, რომ კვებაზე სწორი დამოკიდებულება ჰქონდეს, მიხვდი? არა ის მომენტი, რომ ვთქვათ, ეხლა მე ჩემს დას 11 წელს ასე რომ უთხრა, რომ ცილა არის ხორცი და მირთვი მეთქი, რომელსაც ხორცი საერთოდ არ უყვარს. საერთოდ არ აინტერესებს ეს ყველაფერი რა. და მგონია რომ მაინც რაღაც ასაკში უნდა მოხდეს სწორი ინფორმაციის მიწოდება. მაგრამ აქ ფსიქოლოგიურ მომენტზე პასუხის გასაცემად არ ვართ, რა თქმა უნდა. მე მაინტერესებს შენი გამოცდილებით როგორც კოუჩის. სწორად ინფორმაციის მიწოდება როგორ უნდა მოხდეს იმ მოზარდთან, რომელსაც წარმოდგენა საერთოდ არ აქვს, რა არის კვება და რატომ არ უნდა მიირთვას მაგალითად ბურგერი, როდესაც სახლში არის კარგი, თუნდაც დედის მომზადებული რაიმე ხორციანი საკვები თუნდაც. კაი შეკითხვაა და საკმაოდ რთული. ზოგადად მე 18 წლამდე ბავშვების და კოუჩების უფლება არ მაქვს და ამიტომ ესე ვთქვათ დიდი გამოცდილება ამ კუთხით არ მაქვს. ასევე არც მშობელი ვარ და ძალიან გამიჭირდება რომ დარიგება მივცე ხა მშობლებს, იმიტომ რომ ვიცი რომ რასაც ვიტყვით რეალობაში რომ მოიყვანო ძალიან რთულია რა. ანუ აი ძმისშვილი მყავს პატარა 3 წლინახევრის და ამ გამოცდილებით ვიცი რომ თავისი მშობლები ძალიან ფოკუსირებული არიან ჯანსაღ კვებაზე და ანუ მე ვიტყოდი რომ პირველ რიგში შეგიძლია რომ გააკეთო არის ის რომ მაგალითი მისცე შენს შვილს ანუ შენ გიყურებენ და შენგან აკოპირებენ ასე ვთქვათ რა. თუმცა ეგეც შეიძლება რთული იყოს, ხო? იმიტომ რომ რაღაც მომენტში ბავშვი არის მშობლებთან, მერე წავა ბებია ბაბუასთან და ბებია ბაბუა გაანებიურებენ ტკბილით, რაც ჩემი ოჯახის შემთხვევაში ხდება და შემდეგ მშობლებს ისევ თავიდან უწევთ ამაზე მუშაობა. ხო, ეს ბავშვობის შემთხვევაში ვიტყოდი რომ მაგალითი არის პირველი რაც შეგიძლია რომ გააკეთო. ხო, რაც შეეხება ცილაზე რო ახსენე და მცენარეულ და ცხოველურ ცილაზე, ანუ უბრალოდ ინფორმაციის სახით შეგიძლია მისცე რომ ანუ არსებობს მცენარეული ცილაც, რაც შეგიძლია რომ ჩაუნაცვლო ამით, ისეთი რაღაცებით დაითანხმო ჯანსაღ კვებაზე, როგორც არის რომ ეს მოგცემს ძალას, ეს გაგაძლიერებს, ეს მოგცემს ენერგიას და ასე შემდეგ. ერთი კარგი მეთოდი რაც არსებობს თუ ბოსტნეულს არიღებს ბავშვი არის სმუზის სახით მიცემა, მაგალითად თუ არა ვერაფრით ვერ ითანხმება რომ ბოსტნეული ჭამოს, შეგიძლია დაბალანსებული სმუზი მისცე. არ მივესალმები ცალკე ხილის ან ცალკე ბოსტნეულის სმუზის სახით მიცემას, იმიტომ რომ ბოჭკო რაღაც დონეზე იშლება, თავის სტრუქტურას კარგავს და სისხლში შაქარი უფრო მალე იწევს, დაბალანსებული თუ იქნება ჯანსაღი ცხიმებით და ცილებით, ამ შემთხვევაში ესეც ერთ-ერთი მეთოდია იმის რომ ბავშვებს ვაიძულოთ ბჭყალებში, ვაიძულოთ ბოსტნეულის მიღება. კი, სულიად, იმიტომ რომ უმეტესწილად თუ ჯანსაღ კვებაზეა ბავშვთან საუბარი, სულ იძულება არის რა. ჩემმა მეორე და 15 წლის ასაკში ვარჯიშის სურვილი რო გამოთქვა, მე მიხვდა რომ
ყვებაც მნიშვნელოვანია და მით უმეტეს ჩემთან რომ მოვიდა მე ავუხსენე რომ თუ ყვებას არ დაიწყებ მეთქი ანუ ვარჯიშზე რომ მე დაგეხმარო ჩათვალე რომ არ გყავს ძმა რა და ძალიან ესე ნეგატიურად მიიღო, მაგრამ მე ნელ-ნელა 2-3 თვეში გაიაზრე რა მნიშვნელობა აქვს. უკვე 15 წლის ასაკი ძალიან დიდია რა. თუმცა დღევანდელ რეალობაში რატომღაც ეს კითხვა ყოველთვის ყველაზე ხშირად მიჩნდება, იმიტომ რომ იმდენად ყურადღებას არ აქცევენ მოზრდილობისას. შეიძლება კოუჩის გადმოსახედიდან 18 წლამდე კი არ იღებ და არ წესით მაგასაკამდე პრობლემა არც უნდა კონდეს ბავშვს, თუ ნორმალურად ინფორმაციას მიაწვდიან რა. და რამე ისეთი ქრონიკული დაავადება არ მოყვება რა, მაგრამ როდესაც მშობელი ყურადღებას მაგნაწილს საერთოდ არ აქცევს ინფორმაციის მიწოდების მხრივ, მე 18 და 20 წლის ასაკში შეიძლება იმდენად გვიანი იყოს, რომ ჩვევის შეცვლა ძალიან გაუჭირდეს რა. და ძალიან ბევრი იმიტომ რომ მიკრობიომი უკვე დარღვეულია და ანუ შესაბამისად უკვე გაცილებით მეტად გიჭირს რომ ეს რაღაც შენი კრეივინგები აკონტროლო. კი, ბევრი მყოლია რა. ბოდიში რომ ჩაკეჭერი მოსწავლე რომელიც 19-20 წლის ასაკში ვარჯიშს რო იწყებენ, აი მშობლები მუშაობდნენ სულ და ერთხელ ჭამდით დილით და მერე უკვე გარეთ რაღაცა იქ საცხობში, ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში მისი როგორ თქვა რა, ჩვევა, კვების მიმართ დამოკიდებულება იმის გამო გაფუჭდა, რომ მან ჯერ ბავშვობაში საკვების გაკეთება არ იცოდა და გარეთ მერე ეუბნებოდნენ, რომ აი ამით მიდი ბუფეტში რაღაც ჭამე და ჯობია რომ წინაღამეს ცოტა მეტი დრო დაუთმო და რაღაც საკვები თუნდაც გააყოლო რა. თუ რამე დასამატებელი არ გაქვს, ბოლო კითხვა, რომელიც ჩემთან ყოველთვის არის მთავარი რჩევა თუნდაც გამონათქვამი ან რაიმე ისეთი ინფორმაცია, რამაც შენთვის შეცვალა სოფლმხედველობა, ეს შეიძლება კვებასთან დამოკიდებულებაში, ნუტრიციოლოგიის მიმართულებით, ან შეიძლება საზოგადო იყოს. რას გვეტყოდი? სანამ კითხვაზე გაგცემ პასუხს, ერთს დავამატებ წინა საუბართან დაკავშირებით, რეფლექსიას რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების შენარჩუნებაში. რეფლექსიაში რას გულისხმობ, რომ აი მაგალითად გადაწყვიტე რომ რაღაც ცვლილებები შეიტანო სიტყვაზე და თუ არ დააკვირდი ამ შენს ცვლილებებს რაზე გავლენა აქვს და როგორ იმოქმედა შენზე, ძალიან რთული იქნება რომ ეს ცვლილებები მერე განგრძობითი იყოს რა. აი ძალიან მარტივი მაგალითი სიტყვაზე რაღაც ამ ბოლო დროს გადაწყვიტე რომ ღამე 11-ზე უნდა დავიწინო მაგალითად ხო? მე თუ რეფლექსია ჩემ თავში არ მოვახდინე ის პერიოდი რა შემეცვალა მე დღის განმავლობაში ხო ის რომ მეტი ენერგია მომეცა უფრო ნათლად ვაზროვნებ ასე ვთქვათ ხო უფრო მარტივად ვახერხებ ვარჯიშთან ვარჯიშამდე აღდგენას თუ ეს ბენეფიტები მე არ დავინახე აქტიურად ამ შემთხვევაში ძალიან გამიჭირდება რომ განგრძობითად მივყვე ამას ამიტომ ვიტყოდი რომ რეფლექსიას ნებისმიერ ცვლილების შემთხვევაში აი დაჯდომას და დაფიქრებას ახლა ამას რა გავლენა ქონდა ჩემზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება რჩევას, კვების მხრივ მახსენდება ერთი რჩევა პრინციპში, ის რჩევა, რაც წეღან თქვი, რომ დამატების პრინციპით დავიწყე ყურება და არა აკრძალვის პრინციპით, ამას ძალიან დიდი ზეგავლენა ქონდა მართლა ჩემზე და ერთი კიდე არის ანუ მცენარეების კუთხით ერთ-ერთი მეცნიერია ტიმ სპექტორი, არ ვიცი გაგიგია თუ არა, რომელიც აქტიურად იკვლევს ნაწლავის მიკრობიომს და მისი წიგნი წავიკითხე, სადაც გვირჩევდა, რომ კვირის განმავლობაში მინიმუმ 30 სახეობა მცენარეული პროდუქტი მიგვეღა, ხო? ანუ ამაში იგულისხმება ხილი, ბოსტნეული, პარკოსნები, მარცვლეული, თხილეული, თესლეული, ყველაფერი, რაც მცენარეა. და რომ ეს რადიკალურად შეცვლიდა ჩვენს ენერგიას და აზროვნებას და ასე შემდეგ. ავიღე ეს ჩელენჯი და კვირის განმავლობაში მინიმუმ 30 სახეობა მცენარემდე ავედი მართლა და ამას ესე persistent როგორ არის არ ვიცი, გამიზნულად მივყვებოდი 3-4 კვირის განმავლობაში რა, ანუ მინდოდა რა შემესრულებინა. მივაღწიე აქ 30-ს კი გადავწდი, 30-ს კი გადავწდი და დავინახე უდიდესი ცვლილება. ეს იქიდან გამომდინარე, რომ ნაწლავის მიკრობიომი შემეცვალა რადიკალურად და თუ იქამდე
კრეივინგი მქონდა ნახშირწყალზე, მაგალითად, ან ტკბილზე. ეხლა ჩემი კრეივინგი ჩაანაცვლა ბოსტნეულმა, ხო? ანუ შესაბამისად, ვისაც უნდა რომ ცხოვრებას განგრძობითად მიყვეს, ხო? და არა რაღაც დროებითი პროექტი. ეს არის ერთ-ერთი, ანუ დასაწყისი, კარგი დასაწყისი, რაც შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ. ჩემს შემთხვევაში ძალიან გამართლა და ჩემს მოსწავლეებსაც ეს ვაწყებინებ ხოლმე და იგივენაირად თუ მაგალითად მიდიან დასასვენებლად და ცოტა რაღაც ან ურევენ კვების მხრივ, ეგრევე ეწყებათ ბოსტნეულის კრეივინგი მათაც. ანუ დაბრუნება საერთოდ ანუ აღარ უჭირთ რა მის შედეგად. ამიტომ ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი რჩევა იყო, რაც მივიღე. ბევრში არის პრობლემა იქ. კი, ბოსტნეულის მირთმევა ძალიან დიდი პრობლემაა, რომ უმეტესწილად. თან რო ვეკითხები რა, ანუ რო ვეკითხები, ჭამ ბოსტნეულს, პასუხობენ კი, აკაიება რა სჭამ, კიტრი და პამიდორი. ანუ ამის იქით, ანუ ვეღარ მივდივართ და რეალურად მნიშვნელობა იმას არ აქვს, რამდენ პამიდორს შეჭამ, იმას აქვს მნიშვნელობა, რამდენად მრავალფეროვანს შეჭამ რა. ეს ეპიზოდი ჩემთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოვიდა, იმიტომ რომ ისეთი ინფორმაციები გავაჟღერეთ, რომლებსაც მე 100%-ით ვემხრობი და ჩემი მუშაობის სტრუქტურაში დიდი ხანი დავნერგე, თუნდაც მაკრონუტრიენტების ნაწილი, თუნდაც აკრძალვების ნაწილზე რაც ვისაუბრეთ. სასიამოვნო შეხვედრა იყო და იმედი მაქვს მაყურებლისთვის ინფორმაციული იქნება. მადლობა მოსვლისთვის კიდევ ერთხელ და მადლობა მოწვევისთვის. პირიქით და მაყურებელს შევახსენებ, რომ ორ კვირაში ერთხელ პოდკასტ ბალანს შეუძლიათ უყუროთ შაბათს 20 საათზე.